ქალბატონებო და ბატონებო, დავიწყოთ იმით, რომ მატადორი ოფიციალურად დაბრუნდა. ილია თოფურია ისევ ჩვენთანაა და ეს არის საუკეთესო სიახლე, რაც კი შეიძლებოდა მსუბუქ წონაში მომხდარიყო. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ბოლო 1 წელი ამ ბიჭისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ჩვენ ყველამ ვიცოდით მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რთული განქორწინება, ქონების გაყოფა, სასამართლოები. ბევრი ამბობდა, რომ ილია გატყდა, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა იმავე დონეზე, რადგან მისი ოჯახი მისი მთავარი საყრდენი იყო. მაგრამ როგორც ჩანს, მათ მიაღწიეს შეთანხმებას. პირადი დემონები დამარცხებულია და ილია ახლა უფრო მშიერია ვიდრე ოდესმე. სიმართლე გითხრათ, მადლობა ღმერთს, რომ ნორმალური წესრიგი აღდგა. გახსოვთ ის ქაოსი, როცა ილია არ ჩანდა? ჯასტინ გეიჯი ყველას იწვევდა, მაქს ჰოლოვეისაც და ჩარლს ოლივეირასაც, რადგან დივიზიონი გაჩერებული იყო. მაგრამ ეს არ იყო სწორი. ნამდვილი ჩემპიონი დაბრუნდა და ახლა ჩვენ ვხედავთ იმას, რაც სინამდვილეში უნდა მომხდარიყო. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. თანაც საათ თეთრი სახლის ტურნირზე. ეს არის ისტორიული მომენტი. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მანქანა. მას უნდოდა ისლამ მახაჩევთან ჩხუბი 170 ფუნტში, მაგრამ მე გეტყვით ჩემს აზრს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. ისლამი სხვა ზომისაა, სხვა დონეზეა ფიზიკურად, მაგრამ გეიჯი არის ზუსტად ის ტესტი, რომელიც ილიას ჭირდება საკუთარი თავის ხელახლა დასამტკიცებლად. ბევრი ამბობს, რომ ილიას გაუჭირდება გეიჯის ძალასთან გამკლავება, მაგრამ მე გეტყვით, ილია ისე ურტყამს, როგორც სატვირთო მანქანა. მისი ბოქსი არის საუკეთესო, რაც კი ოდესმე მინახავს ოქტაგონზე. ის არის დისციპლინირებული, მშვიდი და სტრატეგიული. თუ ჯასტინი წამით მოდუნდება, ილია მას სინათლეს გამოურთავს. ჩემი აზრით, ილია დაბრუნდა არა უბრალოდ საჩხუბრად, არამედ იმისთვის, რომ ყველას დაანახოს, მისი ერა მხოლოდ ახლა იწყება. გეიჯი კი ნამდვილი მეომარია. ის არასოდეს იხევს უპან, მაგრამ ილიას ტექნიკა და სისუფთავე ამ ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. მისმინეთ, მოდით ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები და დავივიწყოთ ყოველგვარი ზედმეტი საუბარი. როცა მე ვუყურებ ილია თოფურიას, მაქვს განცდა, რომ ის ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იწყებს საკუთარი თავის გამოყოფას მთელი დივიზიონისგან. ეს ბიჭი ფლობს უბრალოდ წარმოუდგენელ, დამანგრეველ ძალას, რომელიც აქამდე არ გვინახავს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც უბრალოდ კი არ იგებს ბრძოლებს, არამედ სიტყვა-სიტყვით სინათლეს უქრობს საუკეთესო მებრძოლებს, რომლებიც კი ოდესმე ამ წონით კატეგორიებში გამოსულან. შეხედეთ მის რეზიუმეს. მან ნოკაუტში ჩააგდო მაქს ჰოლოვეი. მან გათიშა ალექსანდრე ვოლკანოვსკი, როცა ის თავისი კარიერის პიკზე იყო. შემდეგ კი ადის 155 ფუნტში და ზუსტად იმავეს უკეთებს ჩარლს ოლივეირას. ასეთი რამის ნახვის შემდეგ ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ამ წონაში საერთოდ არსებობს ვინმე, ვისაც შეუძლია მას ნამდვილი გამოწვევა ესროლოს. ილია არის ყველაზე სუფთა, ყველაზე დისციპლინირებული მოკრივე, რომელიც კი ოქტაგონზე დიდი ხნის განმავლობაში მინახავს. ის არ აკეთებს არაფერს ზედმეტს. მისი კომბინაციები არის მკაფიო 1-2-3. ხელები ყოველთვის ნიკართან აქვს და მუდმივად ანალიზებს სიტუაციას. ის არის სტრატეგი ძვლის ტვინამდე. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჯასტინ გეიჯი ანგარიშიდან ჩამოვწეროთ. ჩვენ ეს შეცდომა ერთხელ უკვე დაუშვით 1 თვის წინ, როცა ის აუტსაიდერად გამოვაცხადეთ პედი პიმბლეთის წინააღმდეგ და ჯასტინმა ყველას შეგვახსენა რა ხდება, როცა მას სათანადოდ არაფასებენ. გეიჯი არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის ნამდვილი ხეცია, რომელიც არ ტყდება არც გასახდელში და არც გალიაში. დიახ, სტილისტურად მას ძალიან გაუჭირდება. ჯასტინს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ტოპ მოკრივეებთან. გაიხსენეთ მისი ბრძოლები ედი ალვარესთან ან პირველი შეხვედრა დასტინ პორიესთან. ილია ორივეზე ტექნიკურია, მაგრამ ჯასტინს აქვს ის, რასაც ნებისმიერი ტექნიკის განადგურება შეუძლია ერთ წამში. ეს არის მისი უზომო ძალა და ხასიათი. ჯასტინისთვის ეს იქნება მძიმე ასვლა მთაზე, მაგრამ მე არ ვარ მზად მისი ნაადრევად დასამარხად. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბუკმეკერების ხაზები ძალიან გადახრილი იქნება თოფურიას სასარგებლოდ. მისმინეთ, მე ნამდვილად თანავუგრძნობ ჯასტინ გეიჯის ყველა ფანს, მათ შორის საკუთარ თავსაც. მაგრამ ილია თოფურიასგან ნოკაუტი ქაღალდზე ყველაზე აშკარა გამოსავალია. თუმცა არის ერთი ფაქტორი, რაზეც არავინ საუბრობს ხმამაღლა. ილია ბრუნდება მთელი წლის პაუზის შემდეგ. და ეს არ იყო შვებულება. ჩვენ ყველამ ნახეთ სათაურები, მისი პირადი პრობლემები, განქორწინების მძიმე შედეგები. როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი მოგვარებულია. მაგრამ მოდით შევხედოთ ამას პრაგმატულად. ილია თოფურიას მთელი ისტორია, რომელსაც მედია გვიყვებოდა, განუყოფლად იყო დაკავშირებული მის ოჯახთან. მისი ცოლი იყო ყველა პრომოში, ის იდგა რინგზე და $1 მილიონ გავდა. მისი შვილიც იქ იყო, პატარა კოსტიუმში, ვარჯიშობდა მასთან ერთად. ოჯახი მისი მენტალური ჯავშნის უდიდესი ნაწილი იყო. ახლა კი ილიას ამ ყველაფრის გაშვება მოუწია. ეს არის კოლოსალური ემოციური გამოფიტვა. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გიგანტური ფინანსური გამოფიტვა. მე არ ვიცი შეთანხმების ყველა დეტალი, მაგრამ გაიგეთ მარტივი რამ. ყველაფერი, რაც ილიას ადრე ჰქონდა, ახლა განახევრდა. ყველაფერი, რასაც ის გამოიმუშავებს ამ ბრძოლაში გეიჯის წინააღმდეგ თეთრ სახლში, ნახევალი სხვის ჯიბეში წავა.
ადრე ის იბრძოდა იმიტომ, რომ ეს უყვარდა, იმიტომ რომ ეს მისი ლამაზი ზღაპრის ნაწილი იყო. ახლა კონცეფცია იცვლება. ახლა ის ვალდებულია იბრძოლოს, რადგან ეს მისი ერთადერთი გზაა ფულის საშოვნელად და იმის აღსადგენად, რაც დაკარგა. ცვლის თუ არა ეს მებრძოლს? რა თქმა უნდა. ილია ვარჯიშობს თავის დარბაზში, მადრიდის სახლის სარდაფში, რომელიც მას შეთანხმების საფუძველზე დარჩა. ის ამბობს, რომ ახლა თავისუფალია და მზად არის დასაბრუნებლად. მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს ის საქმეში ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ. შეძლებს ის იმავე ყინულოვანი დისციპლინის შენარჩუნებას, როცა მის კუთხეში აღარ არის იდეალური ოჯახის სურათი. გეიჯი ნამდვილი ომის შვილია. ის ემოციებისგან არ ტყდება. თუ ილიამ წამით მაინც მისცა სისუსტეს ნება შინაგანი დემონების გამო, ჯასტინ იმას უბრალოდ შეჭამს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლა. ეს ილიას სიმტკიცის ტესტია, როგორც მამაკაცის და არა მხოლოდ როგორც ათლეტის. მისმინეთ, მოდით რეალისტები ვიყოთ. მოდით დავიხუროთ ჩვენი პატიოსნების ქუდები. მე უყურებ პედის და გეიჯის ბრძოლას და მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. საერთოდ ვის სჯერა, რომ გეიჯის შეუძლია ილია თოფურიას დამარცხება? სერიოზულად. მე არ ვამბობ, რომ ისინი ცუდი მებრძოლები არიან, მაგრამ ილია სულ სხვა დონეა. მე თავად ვარ ამ დონეზე და ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩვენ სპორტში ყველაფერს ტაიმინგი წყვეტს. ყველაფერს ის მომენტი წყვეტს, როცა შენს ფიზიკურ პიკზე ხარ. და ახლა ერთადერთი ბრძოლა, რომლის ნახვაც ნამდვილად მინდა, არის ჩემი ბრძოლა ილიასთან ან ილია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა თანაბარი ბრძოლა 50-50-ზე, სადაც მონეტის აგდებაც კი შეიძლება გამარჯვებულის გამოსავლენად. მაგრამ გეიჯი სტილისტურად ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია ჯასტინისთვის. შეხედეთ მისი კარიერის ისტორიას. ედი ალვარესმა აჯობა ბოქსში, დასტინ პორიემ პირველ ბრძოლაში აჯობა ბოქსში. გეიჯი ყოველთვის აგებს ტექნიკურ მოკრივეებთან. ილია კი ყველაზე სუფთა მოკრივეა მათ შორის. ის უბრალოდ კი არ ურტყამს, ის ქირურგივით მუშაობს. ჯასტინი აგარ ახალგაზრდავდება, მისი დრო გადის. დიახ, გეიჯის აქვს ძალა, მას შეუძლია ერთი შემთხვევითი დარტყმით შეცვალოს ბრძოლის მსვლელობა. ტექნიკა შეიძლება ფანჯრიდან გადავარდეს. მაგრამ ილია სხვა დონეზეა ბალანსის, დაცვისა და დისტანციის კონტროლის მხრივ. მას აქვს შესანიშნავი დაცვა თეიქდაუნებისგან, თუმცა გეიჯი მაინც არ ჭიდაობს შეტევაში. და ნუ დავავიწყდებთ ისლამს. მე მასთან ვიბრძოლე და ვიცი, რამდენად დიდია ის. თუ ილია გადაწყვეტს, რომ 150 ფუნტში უბრალოდ ავა და ყველაფერს წაიღებს, ის შეცდომას დაუშვებს. ისლამი პედისაც და გეიჯისაც საშინელ დღეში ჩააგდებდა და ილიასთვისაც ძალიან რთული იქნება ასეთ გაბარიტებთან გამკლავება. მაგრამ თუ ვსაუბრობთ თეთრ სახლში ბრძოლაზე ჯასტინის წინააღმდეგ, ეს ილიასთვის ადვილი გასეირნება იქნება. ნოკაუტი ადრეულ რაუნდებში. მე არ ვმარხავ გეიჯის საბოლოოდ. ამ სპორტში უცნაური რამეები ხდება, მაგრამ ფსონები მაქსიმალურად ცალმხრივი იქნება. ილია ზედმეტად დისციპლინირებულია იმისთვის, რომ ისეთ მებრძოლთან წააგოს, როგორიც დღევანდელი ჯასტინია. იცით, როცა ვუყურებ ამ გამოწვევას, ილია თოფურია თეთრი სახლის ტურნირზე. კარგად მესმის, რამდენი რამის გაღება მომიწევს მსხვერპლად. ეს არ არის უბრალოდ მორიგი მოსამზადებელი ბანაკი. ეს არის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც უნდა შევასრულო, რომ ასეთი დონის გამოწვევას გავუმკლავდე. ილია საშიში ბიჭია, მას მატადორს ტყუილად არ ეძახიან, მაგრამ მე არასოდეს ვიტყვი საჯაროდ, რომ ამ ბრძოლის შემდეგ კარიერას დავასრულებ. თუმცა მოდით გულწრფელები ვიყოთ. თუ მე იქ გამოვალ, ამერიკის გულში მთელი მსოფლიოს თვალწინ და წარმატებას მივაღწევ, თუ ილიას დავამარცხებ და ამ ქამარს ავიღებ, ეს იქნება იდეალური მომენტი წასასვლელად. ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი სწორედ ასე წასვლაა ნაცვლად იმისა, რომ ცადო ამის ხელახლა გამეორება. ბევრი ახლა ამბობს, რომ ილია რაღაც სხვა დონეა, რომ ის განსაკუთრებულია. ხალხი მას დიფირ ამბებს უმღერის, ამბობენ, რომ ის უფრო ტექნიკურია, უფრო სუფთა, უფრო ახალგაზრდა. მაგრამ მე შეგახსენებთ, მე ვარ ჯასტინ გეიჯი. ყოველ ჯერზე, როცა ანგარიშიდან ჩამომწერენ, როცა ამბობენ, რომ მე უბრალოდ ჩხუბის თავი ვარ, მე მათ საკუთარ სიტყვებს უკან ვაბრუნებინებ. დიახ, ილია დისციპლინირებული მოკრივეა, ის არ აკეთებს არაფერს ზედმეტს, უბრალოდ ისრვის თავის კომბინაციებს 1-2-3. მაგრამ ბრძოლაა. გალიაში ტექნიკა შეიძლება ერთ წამში გაკრეს, როგორც კი მას ჩემი მუშტით შევეხები. მესმოდა, როგორ განიხილავდნენ ჩემს ბრძოლას პედისთან. ამბობდნენ, რომ ვბერდები, რომ უკვე ერთი ფეხით გარეთ ვარ, მაგრამ იმ ღამეს მე ამ შენობაში ყველაზე საშიში ადამიანი ვიყავი. იდეა იმის შესახებ, რომ ილია უბრალოდ დაბრუნდება და ქამარი მას ლანგარზე მირთმეული დახვდება, ზედმეტად თავდაჯერებული ნათქვამია. თუ ვინმეს შეუძლია ქაოსის შექმნა მის იდეალურ სამყაროში, ეს მე ვარ. მე არ ვხდები, მე არ ვნებდები წნეხის ქვეშ. ჩემთვის ეს ბრძოლა მწვერვალია. ვიყო ამერიკელი, ვიბრძოლო თეთრ სახლში დაუმარცხებელი ჩემპიონის წინააღმდეგ, ეს არის ის, რისთვისაც წლების განმავლობაში სისხლს ვუღრიდი.
ეს იქნება ომი და მე მზად ვარ, რომ ის ჩემი ბოლო ბრძოლა გახდეს.